საღამო მშვიდობისა ეთერშია გადაცემა განსხვავებული აქცენტები მე ეკა კვესიტაძე ვარ. 2013 წლის ივლისში 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ტრაგიკული სიკვდილიდან ზუსტად 10 თვეში ბავშვის დედა, დეიდა, ბებია და ოჯახის კიდევ 3 წევრი შინაგან საქმეთა სამინისტროში წაიყვანეს და სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს. დედის თქმით, სწორედ ამ შემოწმების შემდეგ იბარებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში. როთვის ფეხმძიმე თათია მექერიშვილს ოთახში გამომძიებელი ხვდება და ეუბნება, რომ დედები ხშირად კლავენ თავიანთ შვილებს და თუ ის იტყვის, რომ თავისი 10 თვის ჩვილი თვითონ მოკლა, სუბუქს სასჯელს 2-3 წელიწადს მიურჩიან. ექსკლუზიურ ინტერვიუს, სადაც თათია მექერიშვილი საზოგადოებისათვის აქამდე უცნობ დეტალებზე ყვება და რომელიც ძალიან ბევრ კითხვას ბადებს, გადაცემის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ. მანამდე კი მოგიყვებით, როგორ განვითარდა მოვლენები 2012 წლის 30 სექტემბრის ტრაგიკულ ღამეს და რატომ მოსთხოვეს თათია მექერიშვილს საკუთარი შვილის მკვლელობის აღიარება. 2012 წლის 30 სექტემბერს დაახლოებით საღამოს 8 საათზე გურჯაანის პოლიციაში ოპერატიული შეტყობინება შედის. სოფელ კოლაქში 10 თვის ბარბარე რაფალიანცის საკუთარი სახლიდან გაიტაცეს. გურჯაანის პოლიციის მაშინდელი უფროსის მოადგილე გოჩა სიბაშვილი ორ გამომძიებელთან ერთად მანქანაში ჯდება და სოფელ კოლაქში მიდის. შეტყობინება შემოვიდა, რომ ბავშვი გაიტაცეს. მორიგე მომახსენა შეტყობინების შესახებ დაუყოვნებლივ მე თვითონ ჩემი სამსახურული მანქანით და ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გავეშურე სოფელ კოლაქის მიმართულებით. რა თქმა უნდა, გადაადგილება იყო სწრაფი სვლით. სავარაუდოდ დამჭირდებოდა 10-12 წუთი, შეიძლება 15 წუთიც, არ მახსოვს ახლა, მაგრამ მახსოვს, რომ ძალიან სწრაფად მივედი. თუმცა დედა ამბობს, რომ პოლიციამ დააგვიანა და 9 საათი მოუნდა ჩამოსვლას. პოლიციამ შეიძლება ახლა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ჩვენი გველოდებოდნენ მე პირადად და უშუალოდ ოპერატიულ ჯგუფს ფორმაში ჩაცმულებს, მაგრამ ჩვენ ვიყოფებოდით ფორმის გარეშე. შესაძლებელია საპატრულო პოლიცია მოვიდა გვიან და მაგიტომ აკეთებენ აქცენტს, რომ პოლიციამ დააგვიანა. და როდესაც იქ მიხვედით, რა სიტუაცია დაგხვდათ? სურათი მდგომარეობს ესეთი, ჩვენ ჩერდებით ავტომანქანით ვეღარ მივდივართ დაუშვათ იმ სახლამდე, ეს სახლი მდებარეობს ცენტრალური საავტომობილო გზის გასწვრივ, უამრავი მანქანებია გაჩერებული და შესაბამისად მოძრაობაც კი არის შეწყვეტილი. ზედ გზის სავანაწილო ძალიან ბევრი ხალხი იყო და შესაბამისად ჟურნალისტები აშუქებდნენ იქ არსებულ მდგომარეობას. ჩვენი მისვლის შემდგომ რომ ვიკითხეთ რა ხდება, მოქალაქეებმა გვითხრეს, რომ ბავშვია დაკარგული და შესაძლებელია ეს ბავშვი გატაცებული იყოს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების მიერ. და კითხვა რომ იქნებ დააკონკრეტოთ ვინ და ვის შეეძლო ამის გაკეთება, პასუხი ვერავინ ვერ გამცა, მხოლოდ და მხოლოდ ხდებოდა დადანაშაულება მაშინდელი ხელისუფლების და ნაციონალური მოძრაობის წევრების, რომ ბავშვი არის მათი გატაცებული. მე ბავშვის დეიდა ვარ და ჩემის გულიზე გააკეთეს ეს ყველაფერი. რატომ თქვენი გულიზე რა? რატომ ჩემი გულიზე და დამკვირვებელი ვარ კოლაქში. და არაფერი, არანაირი ქრთამი, არანაირი ზეწოლას, არაფერს არ დაუშინე. ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთეს. ბავშვის შესაძლებელი. ჩემი შვილები კი მოვასწილე 2 დღით ადრე, მაგრამ რას ვიფიქრები, ჩემი შვილი. ზეწოლა იყო თქვენზე? ზეწოლაც იყო. ქრთამიც იყო, ყველაფერი იყო, მაგრამ არაფერს რო არ შევშინდი, არანაირი არაფერი რო არ ავიღე და არ გავხდი მე მოღალატე, ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთეს. ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთეს. და დამემ. ვისგან იყო ეს ზეწოლა და შემოთავაზება? შემოთავაზებას ერთ საათში გავაკეთე განცხადებას. თუ არ მოვა ბავშვი. ვისგან იყო ამას იტყვი? აი ამას ვიტყვი ზუსტად ერთ საათში, რომელი ნაციონალი ციხე. 29-ში გიორგი მექერიშვილი მივიდა. მექერიშვილები ვართ ჩვენს გვარით, ბიძაშვილები, ერთ ეზოში შეიქ გამავალი ქუჩებია. კარებებით გავდი ბავშვები გადიოდნენ აქ ეზოში თამაშობდნენ, ერთად იზრდებოდნენ. ხო და მივიდა რომ დალო მოდიო ჩვენ მხარეს გადმოდიო. 29-ში უკვე 31-ში არჩევნები უნდა ყოფილიყო და ბიძაშვილო და დალუკას კიდე უთქვია რომ ცოტა ადრე მოსულიყავი გიორგი, მე ხო არც დეპუტატი არა ვარ არაფერი, უბრალოდ ჩემი შვილების გულისინ 150 ლარი ყველა კოორდინატორი. ტურისტთვის ხო იყო ეგ ხელფასი 150 ლარი. ეხლა უკვე ღალატი გამოვაო რომ მე ეხლა უკვე ამ ეხლა არ ვერაო რა უარი უთხრა გაიგე და გასვლისას უთხრა რომ რაც მოგივა შენთაც დააბრალეო.
30-ში ეგ მოხდა შვილო და მაგიტო იყო პირდაპირ მაგ მხოლოდ ეს იყო რაც მოგივა შენ თავს დააბრალე ეს ხო რაც მოგივა შენ თავს დააბრალეო ეს სიტყვები სახლში იყავით თქვენი მეუღლე პალიკო ბებია და ბავშვი და პაპა და გიგი ჩემი დიშვილი ბავშვი დატოვეთ დაბლა ეძინა უკვე პატარას ეძინა კარი გამუკეტეთ რომ გამოხედით გარედან რკინის სრუალის ჩასაკეტი იქ იმით ჩავკეტე შემდეგ უკვე ჭამა დამთავრებული ქონდა რა რომ ან რამდენხანს გაგრძელდა თქვენი ვახშამი დაახლოებით 1-2 წუთი გაგრძელდა და მე კიდე ძაღლების ყეფის მაშინ მომესმა რომ ძაღლები დამულად იყეფებოდნენ ვაი ძაღლები იყეფებიან კიდე ბავშვმა ხوار გაიღვიძა თუ ეგ სიტყვები თქვი და რომ ჩამოვედი უკვე მაგდან არ იმდენად არ ჩანდა ვერანდიდან რომ კარები იყო ღია თუ რაღაც და როგორ ჩამოვედი მარტო ჩაბძანდით კი მარტო ჩავედი და პლაშეტკა რო არის პატარა იქ როგორ ჩავედი და დავინახე ეს რომ კარები იყო გახსნილი ეს ფარდა ჩამოწყვეტილი პრეჟი იყო გაწყვეტილი იყო ეს კარები შემგრეული ფარდა ჩამოწყვეტილი ფანჯრებიც გახსნილი იყო ერთი ფანჯარა იყო გახსნილი და როგორც ეს დავინახე მე შინ დარჩევს ვარ და ეგრევე დავუძახი პალიკოს პალიკო ბავშვი აღარ არის მე თვითონ დავინახე რომ ლოგინი დაბლა ექტორაზე რაც ბავშვს ეფარა არ ვიცი ალიკ მაგდა ბავშვი მომყარე არ ვიცი კაპი მაღლა ვიყავი ასული ჩამოვიდა უკეთე კარები მაღლავენ და ჩამოვიდა ბარბარე აღარ ეს ვაღირავებული ასეთები ხალხო რის შემდეგ გაჩნდა ეს მოსაზრება რომ შესულიყავ ეჭვი რომ ქვევში შეიძლება ყოფილიყო და იქ უნდა შესულიყავით და იქ უნდა მოგეძებნათ სურათი დაგვხვდა იქ ისეთი რომ თითქოს ბავშვი გაყვანილი იყო ფანჯრის მხრიდან შესაბამისად ოჯახის წევრებსაც ალბათ ოჯახის წევრებსაც არ მოვიდათ აზრად რომ შესულიყვნენ მარანში თუ სხვა დამხმარე ოთახებში და იქეძებათ მაგრამ ვიღაცამ დაიძახა მარანში ნახეთ უფრო ესეთი ხმა იყო ქალის ხმა იყო თუ კაცის ვერ გეტყვი და ეზოდან დაიძახა ვიღაცა შედა გაიყანე შემდეგ როდესაც მოწმეები დაკითხეთ ვერავინ ვერ გაიგონა ვისეკუთ ვერავინ ვერ აღიდგინა კონკრეტულად რა ადგილიდან მოდიოდა ვისეკუთნოდა ეს ხმა ვიღაც ხო იყო ახლოს იმ ადამიანთან ვინც დაიძახა და თითქმის ეს კითხვა ყველა მოწმეს ვინც დაიკითხა ამ საქმეს იგულო ყველასთან არის დასმული და ვერავინ ვერ ასახელებს და ვერ იხსენებს თუმცა ამობენ რომ იყო ხმა რომ მარანში ნახეთ ჩვენ ვნახეთ კადრები რომ მეზობელი სოსო ბერიკაშვილი იქ პირველად მან აღმოაჩინა ბავშვი ქვევში მან ახადა ეს კადრები ყველას აქვს ნანახის და იქ ხდება ბავშვი და შემდეგ ძალიან უცნაური რეაქცია მისი რომ ისევ ახურავს თავს შეძახილი იყო იქ რომ კიდე მოვიდეს ტელევიზია და ხალხო მოდით მაგრამ ამ დროს უკვე მოხდა ბავშვის ამოყვანა. ნამდვილად ვერ გეტყვით მაგას, რატო არ მოიყვანეს მაშინვე ბავშვი რა. არა, ქვევრი არ მიხდია, უბრალოდ რო ახადეს ჩავანათე ფანარი. და მე ისე ვეფარება ქვევს. არა, მე ეფარება კი არა, მე რა ხდება იცით, აი მე რა სიტუაციაა. და მე აბა შემახედეთ ერთი. ხო, აი რო ახადეს, ხო? ჩქარა მეუთხარი პოლიცია, მეუთხარი და ტელევიზია დავიძახე ამ მომენტში. ხო, აი ვიღაცამ ესე იგი დააფარე ჩქარა პოლიცია მოდისო რა და დააფარეს ესევე ისა რა. იცით რა მაინტერესებს თქვენ ამ ქვევრებს რამდენ ხანში ერთხელ ხედავდით ხოლმე, რამდენ ხანში ერთხელ ხიდით თავს და იცოდით რა მდგომარეობა იყო აქ? კილო, ამ ქვევრს შემოდგომით და კურდე დავტურამდე რო მოიგებდი იქიდან. მე გვევრი დახურული იყოს თუ მასარიანა. და დავებდით ცარიელს. ცარიელს ავტოებდი, მაგრამ ის სტიქია რო იყო, ხევი რო გადმოარდა. ხო, დიდი სიტყვა რომ მოვიდა კახეთში მაშინ. ის ზაბორი გადმოანგრია, ფიზკის ზაბორი. წყალი შემოარდა შიგნით. იცოდით თქვენ რომ წყალი იყო ქვევრში? ნახეთ, წყლია. არა, მე არ მინახნია, მაგრამ წყალიოში მარანში იყო წყალი შემოსული. აი სველი იყო ეხლა. არ ჩამიხენია ღვთის წინაშე იმ ქვევრში. აი ეგ თეთრატურვარი, ეგ თეთრატურვი ჩოხდა ნახეთ. ეგ მანდამი იყო დაახლოებით, ეგ.
შუქი რო ჩავაქროთ ეხლა აქ არ გამოჩნდება ხო წყალი იყო თუ არა? არა გამოჩნდება. თუ არ ჩაანათებ არ ჩანს. არა რა გამოჩნდება შილო და ეს ტონა და 200-იანი ეს და. არ ჩანს, არაფერი არ ჩანს. არა. თუ შუქს არ აანთებდა, არა ვერავინ ვერ დაინახავდა აქ წყალი იყო თუ არა. ათთვის ბარბარე რაფალიანცის ცხედარი იმ საღამოსვე ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. ექსპერტიზის პასუხი დადასტურდა, რომ ბავშვი ფილტვებში წყლის მოხვედრით გარდაიცვალა. შესაბამისად ვერსია, რომ ჩვილი ჯერ გაგუდეს და შემდეგ ჩააგდეს ქვევრში მთლიანად გამოირიცხა. შეიყვანა თუ არა იმდროინდელმა ხელისუფლებამ ბარბარე რაფალიანცის საქმე ჩიხში. ეს ბრალდება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ყველა კომენტარში ფიგურირებს. რა უნდა გაეკეთებინა გამოძიებას და რა ვერ შეძლო მან, რატომ შეეშალა ხელი პოლიციას დანაშაულის ადგილზე თითის ანაბეჭდების აღებაში. ეს კითხები ჟურნალისტ გელა მთივლიშვილსაც დაუსვით. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ტრაგიკული შემთხვევის ადგილზე მივიდა და ქვევრში ბავშვის პოვნის მოწმე გახდა. მე მარანში მოუხდი მანამდე, ვიდრე იქ შემოვიდოდნენ პოლიციის თანამშრომლები. რამდენიმე წამში შემოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის გურჯაანის პოლიციის პროფესიონალი გოჩა სიბაშვილი და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი. და მას შემდეგ რაც სიბაშვილმა ჩახედა ქვევრს, ანუ ქვა აწია და ნახა რომ იქ იყო ბავშვი, ანუ რომელიც ტივტივებდა უკვე წყლის ზედაპირზე, ქვევრს ქვა დაახურა და შეეცადა ირგვლივ მყოფი პირები ტერიტორიისთვის მოეცილებინა. ანუ მარანი არც ისე დიდი ფართია, უკვე ბევრი ხალხი იყო შემოსული. და ცდილობდა რომ ხელით ადამიანებისთვის მieნიშნებინა რომ კვალი რომ არ წაშლილიყო, მოშორებოდნენ ქვევრს. ეს ნამდვილად დავინახე და იმ პერიოდში წესით სამართალმცავი უნდა მოქცეულიყო ასე. რამდენად შესაძლებელი იყო უკვე იმ ქვევრიდან ანაბეჭდების აღება, მე ეს არ ვიცი, იმიტომ რომ ვიდრე პოლიციის თანამშრომელი მივიდოდა და თვითონ ნახავდა და წაავლებდა ქვას ხელს, მანამდე სხვებიც იყვნენ მისულები და ეს კადრებში ჩანს. იმდენად ბევრი ხალხი იყო იქ. ეს ეზოხო ხალხით იყო სავსე. ოთახში საიდანაც ბავშვი გაუჩინარდა ხო ხალხი ირეოდა, ვინსად გადიოდა, ვინ რასავლებდა ხელს, ქუჩა სავსე იყო ხალხით. და არა მხოლოდ თანასოფლელები, არამედ გამლველები ჩერდებოდნენ უკვე ისეთი იმდენად ბევრი ხალხი იყო და ყველა იყო ეზოში თავმოყრილი. რომც ყოფილიყო ანაბეჭდები რაიმე, ანუ კვლელს ან თუ გამტაცებელს, თუ ან დიდი ალბათობით ეს ერთი რეგივი ადამიანია, ამ ადამიანს რომც დაეტოვებინა რაიმე კვალი, ამ ფანჯარაზე, ან კარზე, ან ქვევრზე, ფიზიკურად შეუძლებელი იყო ჩემი აზრით ამის ამოღება, ჩემი დაკვირვებით, რაც მე ვნახე, იმიტომ რომ 100-ზე მეტი ადამიანი ირეოდა, ყველაფერში ხელს აფათურებდა, ხელს აულებდა, კარებს ხსნიდნენ, ფანჯარას ხსნიდნენ, ხურავდნენ, ლოგინს ასწორებდნენ, ქვევრს ახადეს და ახურეს, გადიოდნენ, გამოდიოდნენ. მე არ ვიცი ანაბეჭდები როგორღა შეიძლება რომ აეყო, არ ვიცი. ოჯახის წევრები ამბობდნენ რომ ძაღლი არ მოუყვანიათ, ხო? გაუყოვნებლივ მოხდა ყველა სპეციალური ძალების გამოძახება, შესაბამისად ძაღლის. მაგრამ ძაღლმა სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ იმუშავა, იმიტომ რომ იქ უამრავი ხალხი იყო უკვე ნამყოფი შემთხვევისადმი. ამიტომ ვერ მოახერხა ძაღლმა რამე შესაბამისი კვალისადმი. ვერც ანაბეჭდების აღება შეძელით, შეუძლებელი იყო ანაბეჭდების. ექსპერტ კრიმინალისტების ჯგუფმა იმუშავა და შესაბამისად ამოღებული იქნა ანაბეჭდები იმ ოთახიდან, სადაც ბავშვი იყო დატოვებული. შედარდა ეს ანაბეჭდები და აღმოჩნდა რომ ეს მეზობლების ანაბეჭდები იყო და შესაბამისად მე შემდგომში დაკითხვის დროს დაადასტურეს რომ ისინი იმყოფებოდნენ იმ ოთახში შემთხვევის მერე და შესაძლებელია რომ ესეთი ანაბეჭდი მოხდარიყო მათი მაგდროს. რაც შეეხება ერთ-ერთ მთავარ კითხვას, რატომ არ ამოიტუმბა ქვევრიდან წყალი, ამაზე მაშინდელი პროკურატურის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ოჯახს შესაძლოა ალტერნატიული ექსპერტიზა მოეთხოვა. ამიტომ წყალი ექსპერტიზის დასრულებამდე არ ამოტუმბეს, მხოლოდ მისი ნიმუში აიღეს. ასევე ლეგიტიმურია კითხვა რა გააკეთა გამოძიება მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ხელისუფლება 25 დღეში გადაიბარა და კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსად ამჟამინდელი შინაგანსაქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დაინიშნა. 2012
წლის 30 სექტემბრის საღამო უმძიმესი ტვირთია დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ბავშვის დაკარგვის პირველივე წუთებში შემთხვევის ადგილზე გამოჩნდნენ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი და ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის სხვა წევრები. ბერიკაშვილი ნაციონალურ მოძრაობას ჯერ კიდევ ბავშვის პოვნამდე მის გატაცებაში სდებდა ბრალს, ხოლო მას შემდეგ, რაც 10 თვის ჩვილი ქვევრში ჩაგდებული იპოვეს, კულტურის მინისტრის ახლანდელმა მოადგილემ ბავშვის გატაცებასა და მკვლელობაში პირდაპირ დაადანაშაულა თავისი კონკურენტი გიორგი ღვინიაშვილი. ვითარდებოდა ექსცესები, ჰქონდა აფეთქებებს ადგილი რა სიტყვით ამ ფაქტზე. მე მინდა გავაკეთო ერთი განცხადება. მე ველაპარაკები მთელ საქართველოს. დოი, ჭოლა. მე ველაპარაკები ჩემ თეატრს, ყველა ჩემ მეგობარს, სირცხვილი ხალხნო. ნუ გააправებთ ამ საძაგლებს. 9 თვის ბავშვი მოკლეს, გესმით თქვენ. საქართველო გაიხვიძე. ნუ დადგებით ამ ხეცების გვერდით. დააკავეთ გიორგი ღვინიაშვილი, მკვლელი, რომელმაც ბევრი მოკლა ამ ქვეყანაზე და ეს უნდა იყოს უკანასკნელი. ბერიკაშვილს მალევე შეუერთდა მაშინ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია. სახეზე აშკარად უდიდესი თავგასულობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების და ეს არის შედეგი დაუსჯელობის განცდის, რომელიც აქვს სწორედ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს და სისტემა, რომელიც ჩამოაყალიბა სააკაშვილმა ჩვენს ქვეყანაში. ხოლო დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა თავის Facebook გვერდზე დაწერა, რომ ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის რეალური სახე. ქართული ოცნების ბრალდებებს იმ საღამოსვე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობა. გასავთ მე აქ არ გამოსვლა ის რამე პოლიტიკური კომენტარი გავაკეთე, იმიტომ რომ პოლიტიკა მართლა არაფერ შუაში არ არის. ახლა ესეთი თემებით манипуლირება პირდაპირ მინდა უთხრა ბერიკაშვილს, ალასანიას, ვინც იქ არიან პოლიტიკოსები. ეს არის გაუგონარი უსინდისობა და პირდაპირ მინდა უთხრა ჟურნალისტებს, ვინც ესეთი თემებით манипуლირებენ. ესეთი ბოროტება, რომ ადამიანებს ჩვილი ბავშვების კვლელობა დააბრალო, ან თქვენი სადეპუტატო სკამები რა დღის, ან ეს თელი პოლიტიკა რა დღის, რეებს კადრულობთ, რეებს აკეთებთ, გულში რა გიდეოთ, რა მეთოდებით იბრძვით, რაზე აშენებთ თქვენ პოლიტიკურ კაპიტალს, ნამუსი არა აქ ან იმ ბერიკაშვილს, ან იმ ალასანიას, ან იმ პარტიას. პოლიცია იქ ჩასულია, ყველაფერი გაირკვევა. რა მოხდა, რა არის, როგორ არის, უბედური შემთხვევაა, ვინმე ადამიანი ამაში გარეული, ვინმე ბოროტება ჩაიდინა, ვიღაცამ ესეთი ამაზრენი საშინელება ჩაიდინა, მაგრამ პოლიტიკურ კამპანიას აკეთებთ ამისგან არჩევნების წინა დღეს ხალხო. მართლა გაგიჟდით? ან თქვენი ტელევიზია, ან თქვენი ბიძინა, ან თქვენი ის ფულიანი ხალხი, ან ეს პოლიტიკოსები გაუბერეს მართლა გაგიჟდით? ამის სათქმელად გამოვიდი, მეტი არაფერს თქვენ. ნაციონალური მოძრაობა დღემდე ფიქრობს, რომ ქართულმა ოცნებამ 10 თვის ჩვილის სიკვდილი არჩევნებში გასამარჯვებლად გამოიყენა. შესაბამისად, ზეწოლა ხელისუფლებაზე გამოიძიოს ბარბარე რაფალიანცის საქმე თავიდანვე დიდი იყო. სწორედ ამ პოლიტიკური ზეწოლის შედეგად ღარიბაშვილმა 2012 წლის 29 ნოემბერში ნაგან საქმეთა მინისტრის რანგში განაცხადა, რომ საქმე პირად კონტროლზე ყავდა აყვანილი და 3 კვირაში რეალური სურათი ექნებოდა. თუმცა შემდეგ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ პირობა ნაჩქარებად გასცა. დაახლოებით 2 თვის წინ საზოგადოება შეგვიძლით, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმეზე იქნებოდა სიახლეები. 3 კვირაში მიეცით ამის პირობა. გავიდა. მე ვიტყვი, რომ 3 კვირაში, ჩემი ინფორმაციით, მექნებოდა რეალური სურათი. თუ არის რაიმე? მე ასევე არ შემიძლია რომ არ აღნიშნო, რომ ალბათ ნაჩქარევი იყო ის განცხადება. მიმდინარეობს გამოძიება და გვაქვს პერსპექტივები. რეალური პერსპექტივები გვაქვს გახსნის. საქმე იმ ეტაპზე შეიყვანეს ჩიხში, მაგრამ ჩვენ გვაქვს რეალური პერსპექტივები, რომ ეს საქმე იქნას გახსნილი. ეს საქმე აუცილებლად იქნება გამოძიებული და გახსნილი. არაერთხელ გაცემული პირობის მიუხედავად 10 თვის ბავშვის სიკვდილიდან 2 წლის თავზე უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე 2 წლის წინ იყო. ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად ზაფხულში რაფალიანცების ოჯახი თბილისში ჩამოვიდა, მაგრამ ოჯახის წევრებს არც პრემიერ-მინისტრი შეხვდა, არც შინაგან საქმეთა მინისტრი და არც მანანა ბერიკაშვილი. 1 თვის წინ კი ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში ბარბარე რაფალიანცის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. ეს ინიციატივაც ჩავარდა ქართულმა ოცნებამ, მას მხარი არ დაუჭირა. პოლიტიკური მიზნებისთვის იქნა თუ არა ეს გამოყენებული, ამის გამოძიება ჩვენ არ გვაინტერესებს. ამაზე პასუხი ნათელია. სახელი და გვარით ასახელებდნენ ადამიანს, როგორც ადამიანის მკვლელს. თქვენი პოლიტიკური ლიდერი, დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, ღია სივრცეში პირდაპირ ხელს გვადებდა მთელ პოლიტიკურ ორგანიზაციას ბავშვის მკვლელობას გვაბრალებდა. ნახევარ საქართველოს გონია, რომ ჩვენ მოვყავით, მეორე ნახევარს გონია, რომ თქვენ მოკალით.
არ გინდათ რომ ერთად დავუსვათ ამას წერტილი? მანანა ბერიკაშვილმა პირდაპირ დამადო ხელი, ირაკლი ალასანიამ პირდაპირ გამოიშვირა ნაციონალური მოძრაობის ხელი. თქვენი მომხრეები საარჩევნო ყუთებთან იდგნენ და ხალხს მოუწოდნენ რომ ბავშვის მკვლელებს არ მისცეთ ხმაო. ზარუცი გიორგისთვის ეს რამდენად ღირებული იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ გიფიქსირებ ჩემ ბოდიშს და ჩემს გულისწყვილს იმის გამო რაც მოხდა ადამიანურად. ძალიან ცუდია, როცა უზნეო ადამიანები, რომელთაც არც უშევ ძალიან ბევრი შეცდომა და ძალიან ბევრი კრიმინალი ჩადენილი, დღეს ამ თემის სპეკულირებენ და მოჯახს იყენებენ მსგავს სპეკულაციებში. ჩავდივარ თბილისში, არ ხვდება ღარიბაშვილი, არ ხვდება ჭიკაიძე. უბრალოდ შემხვდეს და მითხრას. ტელევიზორში გამოდის ბოდიშს მიხდის, მაგრამ ის ბოდიშს მოხდა ჩემთვის არაფერი არ არის. მე ხო ცოდო ვარ, 2 წელი გადის, მაგრამ რამდენი წელი გინდა გავიდეს, რამდენი ხანი გინდა გავიდეს. მე ხო ეს გულში მექნება ტკივილად. ეხლა უკვე ნოემბერში 3 წელს უნდა ხდებოდა შემიშვილი. ცოცხალი რო იყოს ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ აი რო იტყვიან რაც 2012 წლის 30 სექტემბერს მოხდა, აი მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება, გავნადგურდი, რასაც ქვია. რაღაცომ არჩევნების დღეს მოკვდა ჩემი შვილი, შესწირეს. რა შესწირა? არ ვიცი. შესწირეს, რაღაცით ხელი მოეთმოთ. აბა მე მტერი არ მყოლია, არ ჩემოჯახს. არც არაყოლია მტერი და არჩევნებს მაგიტო დაუკავშირე წინა დღეებშიც ხან აი გამოსვლ ვარ გარეთ ან რაღაც დასახებად მაღლაც ავსულ ვარ დამილაგებია ბავშვი და წოლილა რატო სხვა დღეებში არ მოხდა რაღაცო ზუსტად მაშინ არჩევნებს რატო დაუკავშირე და მაშინ მაგიტო თქვი რომ ეს არის არჩევნებზე გაკეთებული და კაკრას მე ვიგებ დაკითხების შემდეგ რომ ჩემი დამეუნება რომ ესე მუქარა იყო და ამ ცხელგულზე მივადექით მექერიშვილებს მე მაშინ ეხლა რას ფიქრობთ ეხლა აი არ ვიცი. არ მგონია რომ ნაციონალებს გაკეთებული იყოს. ამას ვიტყვი გულახდილად, იმიტომ რომ კომიტეტის შექმნა მოითხოვეს თვითონ ნაციონალებმა, ოცნების წევრებმა არის სურვებს, ჩვენ მაშინ ადვოკატები გამოვიდოდით, ბევრი ესე გამოვიდა და არის სურვებს ჩემი შვილის სასაცილოდ გახადეს 2 წლის შემდეგ. სულ ყველა ვინც იყო მაშინ სულ ყველა გვირდებოდა ალასანია მანანა ბერიკაშვილი რომ ჩვენ გვერდით დაგიდგებით და დღესდღეობით მანანა ბერიკაშვილი აქეთ ჩვენ დავქცინის და გვეუბნება რომ ეს თემა ჩემთვის საინტერესო აღარ არის კომენტარს ვერ გავაკეთე ეს უკვე აღარ არის საინტერესო თემა რატო არ არის საინტერესო აი ეს ღამის შემდეგ მანანა ბერიკაშვილი თქვენთან იყო არა ერთ-ერთმა მან ოცნების წერმა დაურეკა ჩემს რომ მანანა ბერიკაშვილი მოდის და ის შემდეგაც მე 9 საათი შემდეგ აღარ მახსოვს ვინ მითხრა ბავშვის უნდა გაგვესვენებინა ბავშვს რომ ვერ მოდის მანქანა გაუფუჭდა რაღაც პრობლემები შეექმნათო კი მაშინ პრობლემები შეექმნათ გადის 2 წელი და გამოდის ესე ცინიკურად და მასხარად გვიგდებს რატო დამპირდა მაშინ გვერდზე დაგიდგები და ადებდა ღვინიაშვილი თუ არ იცოდა რატო ადებდა ხეებს რატო აღარ არის ჩაվել კულტურის სახლში არ შეხვდა გამოვიდა ერთი, აი მოვა. მეორე ადამიანი გამოვიდა, აი ვერც არც ნომერი არ მოგცეს. გამთხილებული ყავდათ, იცოდნენ რომ ჩვენ უკვე მივდიოდით თბილისში და არ შეხვდა სპეციალურად. და რატო? ეს ინტერვიუ თათია მექერიშვილთან კვირის დასაწყისში ჩავწერეთ. მას შემდეგ, რაც ეთერში გადაცემის ანონსი გავიდა, ბარბარე რაფალიანცის დედამ დაგვირეკა და ექსკლუზიურად მოგვიყვა, როგორ წაიყვანეს 2013 წლის ივლისში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში და საკუთარი შვილის მკვლელობის აღიარება როგორ მოსთხოვეს. რა მოხდა მას შემდეგ, რაც სიცრუის დეტექტორზე შეგამოწმეს? სიცრუის დეტექტორზე რო შემამოწმეს, მე რო გამომიყვანეს სიცრუის დეტექტორიდან მოვიდა გიორგი მოდებაძე ჩემთან და ჩემი უღლესთან და გითხრა რომ ორთაჭალაში მივსულიყავით რაღაც პატარა საქმე გქონდა და როდესაც ჩემი უღლემ მკითხა რომ მეც ვარ საჭირო შენ არ ხარ საჭიროდ შენ და ჩვენ ავარ და რაღაცა 15 წუთში ჩამოვართო ამიყვანა როშეველი როგორც თავი გამაცნო ვახტანგი გამომძიებლების უფროსი იყო მთავარი და დამიწყო ვახტანგი გვარი არ გახსოვს? არა, გვარი არ მახსოვს. თეთრთმიანი კაცი იყო, მაღალი კაცი იყო. ესე მახსოვს. ესე რომ ინსპექციაში? კი. და დაიწყო, რომ პირდაპირ ესე დაიწყო. თან დავინახე, რომ ჩამწერი როგორ ჩართო. ხო და ჩვენო ბევრი გვსმენიაო და ბევრი გვიმუშავია ესეთ ფაქტებზეო, როდესაცო დედაო შვილს კლავსო, ან არ უნდა გაიხსენოსო. ან შინიაო და ქვიო რომ შენ მოკალი შენი შვილიო და ეს ჩვენურის შორის დარჩებაო ამ შენობას არ გასცილდებაო და დაახლოებით მოგისჩიანო 1-2-3 წელსო
და კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხეოთ ან ეს მეუბნება და მე თუ მოგისჯიდნენ როგორ არ ორ-სამ წელი მოგისჯიანო რომ ვითომ რაღაცა მეფიქრნა. აი რა რეაქცია გქონდა ამაზე, როდესაც ეს მოისმინა? რეაქცია გქონდა ძალიან ცუდი. ძალიან აი ცუდად გავხდი. მე და ცუდად გავხდი, მაგრამ მე ჩემ თავს უთხარი რომ მე არ მომიკვია ჩემი შვილი და ეს რამე ისმის რომ მე აქეთ მაბრალებენ. ეს ამას არ დაუშვებ მე და გამოვფხიზდი და უთხარი. მე აქ საფიქრელი არაფერი არ მაქვს, მე ჩემი შვილი არ მომიკვია და მეც ვერაფერს ვერ გეტყვით მე თქვი. კარგად დაფიქრითო და კარგად დავფიქრდი და ისე პასუხობ და მაშინ რაც მოხდებაო, თქვენ თავს დააბრალეთ. ეგ იყო მაგისი ბოლო პასუხი. ვახტანგის. არ გიკითხავთ რა შეიძლება რომ მომხდარიყო? არ მიკითხია, იმიტომ რომ რაც მოხდება თქვენ და მე დაგადოთ ხელი და თქვა რომ თქვენ მოკალითო და აღიარეთო? კი, აღიარეთო, რომ თქვენ მოკალით თქვენი შვილიო. ეს არ კითხე რის საფუძველზე მაბრალებთ, თქო? არ მიკითხნია, არაფერი აღარ მიკითხნია, იმიტომ რომ ვიცოდი, ჭორების დადიოდა და ყველა მაგას ლაპარაკობდა რომ დედა მოკლა. აღარ მიკითხია, მე უბრალოდ იმას ვეუბნებოდი რომ მე არ მომიკლია ჩემი შვილი მე თქვი. თქვენ რომ გწოდნოდათ რომ ასეთ დაკითხვაზე მიდიოდით, წაიყვანით თუ არა ადვოკატს? კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უფლება გქონდა რომ ესეთ ადგილზე როდესაც მიდიოდით, ვიცოდი და მქონდა ისწავლული ესეთი ინფორმაცია რომ ადვოკატიც უნდა ყოლოდა. მაგრამ არ მოგცეს გამომძიებლება და რეკვის უფლება. გითხრეს რომ არ არის საჭირო ეს პატარა რაღაცა დაკითხვა იქნება. ისიც არ ვიცოდით რომ დეტექტორზე მივიდიოდით, მაგრამ ფიქრობ თუ არა რომ ეს იმიტომ იყო ეს მუქა რა ან ეს დაშინება რომ შესაძლოა თქვენ დაედანაშაულებინეთ ამ საქმეში რომ ამაზე შემდეგ აღარ გესაუბრათ, აღარ მოგეთხოვათ საქმის გახსნა, აღარ ჩამოსულიყავით თბილისში. კი, შესაძლებელია რომ რახამდაც მეტყოდნენ რომ შენ მოკალი შენი შვილი მე შემეშინდებოდა, აღარ გამოვიდოდი და აღარ ვიტყოდი რომ გამოიძიეთ ეს საქმე. შესაძლებელია ისიც მოხდეს, მაგრამ მე არ გავჩერდები. დღესაც გეშინია თეთია? დღეს აღარ მეშინია, იმიტომ რომ მაშინ მეშინოდა. კიდე უკან დგავდი ფეხს, მაგრამ დღესდღეობით აღარ მეშინია, რატომღაც ძალა მომეცა და ეს ძალა მე მგონი მანამ მკვლელი არ დაისჯება, მანამდე გამყვება, არ მეშინია. მე რა ვიცი, მეტი რაღა უნდა გამიკეთო. აი რო იტყვიან წამართვე შვილი. მეზდება შვილი. მე მინდა რომ მას მომავალი მივცე, არათუ ვიღაც შეხვდეს და დედაშენმა შენ დამოგიკლა. მე ხო უნდა ვიცოცხლო ჩემი სიმართლით, მე ყველას ხო ვერ დავაჯერებ. იქნებ იმნათესავსაც ყველას ეჭვი ეპარება, ცოლი ვარ, ძალი ვარ, რა ვიცი, მაგრამ ყველა ვიცნობ და არა მგონი თუ ის დაიჯერო რომ მე მოვკალი ჩემი შვილი. იცოდნენ სულ ყველა მე ჩემი შვილი როგორ მიყვარდა და როგორ ცხოვრობდი და როგორ ცხოვრობ. რატომ იძიებდა ბარბარე რაფალიანცის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია, რომლის კომპეტენციაშიც ამგვარი საქმეები არ შედის და რატომ იყო ის დაინტერესებული 10 თვის ჩვილის სიკვდილი დედისათვის დაებრალებინა? ხომ არ იყო ეს განპირობებული ვინმეს პიროვნული ინტერესით? საინტერესოა, რომ ქართული ოცნების ახლანდელი აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის მამინდაშვილი 2012 წელს კახეთში ქართული ოცნების ერთ-ერთ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად დაინიშნა და ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებაში ჩარევა დაიწყო. ამავე დროს მან თავის დეპარტამენტში მაღალ თანამდებობაზე დაასაქმა რაფალიანცების ოჯახის ყოფილი ადვოკატი ბარლამ ხათრიძე. სწორედ ჯანყარაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში შესთავაზა გენერალურმა ინსპექციამ ბარბარე რაფალიანცის დედაშვილის მკვლელობის საკუთარ თავზე აღება. ამ კონტექსტში ძალიან საინტერესოა რაფალიანცების ოჯახის ადვოკატის ლალი ბიწოშვილის ეგრეთ წოდებული აღიარებითი ჩვენება, რომელიც 16 სექტემბერს გამოქვეყნდა. უნდა მე პირდაპირ აშკარად გამოვთქვი, რომ ეს არის ქართული ოცნების გაფიცებული. ეს არის მანანა ბერიკაშვილის გაფიცებული, რომელმაც გამოიყენა მართლა ოჯახის წევრი კოლონის. რომ უნდათ რომ დააბრალონ დალი მექერიშვილს და თათია მექერიშვილს და პალიკო რაფალიანს თავისი შვილის მოკლა. ეს არის გამორიცხული. ბარლამ ხათრიძე და ზვიადი ჯანყარაშვილი დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ მე მათი მეგობარი ვარ და მე შევაჩერებდი რაფალიანცებთან. თუმცა ეს განცხადება ბიწოშვილმა 2 დღეში უარყო და თქვა, რომ ის ქართული ოცნების ერთგული რჩება. მაშინ ჩაწერილი ის ფაქტი, რომ მე ეჭვი მეპარებოდა, რომ ქართული ოცნება იყო ბარბარე რაფალიანცის სიკვდილთან დაკავშირებული, ეს არის ჩემს მიერ უარყოფილი.
ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ბარბარე რაფალიანცის დედასთან ინტერვიუზე პირველად ჩავედით. ჩვენი წამოსulis შემდეგ მასთან ლალი ბიწოშულმა დარეკა და გააფრთხილა ჟურნალისტებისთვის არაფერი ეთქვა. და მე ადვოკატმა მითხრა, რომ რაც მედამემართა იგივე შენ გაგიმეორდეს და ვიცი გაფრთხილებას გავდაუფრო, რომ გაჩვენეთ. თქვენ რომ წახვედით და მირეკა. თათია ჟურნალისტები ხარ მოსვლან და კი უთხარი, რომ თქვენი სახელი გვარი უთხარი, აი გადაცემა რომ იყავს. მოამზადა მე სიუჟეტი და დიდი სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა. მინდა რომ ხალხმა გაიგოს რას ვფიქრობ მე თქვი, კარგიც არის მეთქი და რა ზელაპარაკეთო რაღაც მომენტალურად და იმათ არ ჩამძიებია და თათია რაც მე დამემართაო მაგაზე უარეს შინა დაგემართო სუფრთხილად იყავი. აი ეს და მე უთხარი მე კოცნაური არაფერი არ მithქვია, მე არავის არ ვადებ ხელს. ბარბარე რაფალიანცის საქმეში გაჩენილი კითხვები და საეჭვო გარემოებები პასუხის გაცემას მოითხოვს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩვენი კითხვები საერთოდ უპასუხოდ დატოვა. ინტერვიუზე უარი გვითხრა კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმაც. ეს იყო გადაცემა განსხვავებული აქცენტები. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.